I'm German Homolos. I drink coffee and I know things. მე-13 ეპიზოდის თემა არის როგორია ჭეშმარიტი სიყვარული. როგორ გამოიყურება სიყვარული, როცა ერთ ადამიანს უყვარს მეორე ადამიანი. რომანტიკულ სიყვარულს არ გულისხმობ. ეს ცალკე ღრმა და დიდი თემაა. როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანის სიყვარული ადამიანების მიმართ, ანუ როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანი. პირველი რაც ნამდვილ სიყვარულზე უნდა ითქვას, ეს არის, რა თქმა უნდა, გაწონასწორებულობა. ნამდვილ ქრისტიანზე. ესე იგი სიმშვიდე. სიყვარული არ ხმაურობს, არ გადაგივლის, არ გამეტებს თავს, არ გძაბავს, მშვიდია. სიყვარული არის მშვიდი და შენში იწვევს სიმშვიდის გრძნობას. ადამიანი, რომელშიც სიყვარული ბუდობს, არის მშვიდი. მეორე და ყველაზე ღირებული, რადგან მის აგებას ბევრი შრომა სჭირდება, ეს არის თვისება, ეს არის თავშეკავებულობა, მოთმინება, დათმენა. და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ვიღაც დაგიკვირებს, ჩაგარტყავს რამეს და შენ საპასუხოდ იგივეს არ გააკეთებ. არა, ეს ძალიან ზოგადი და ხშირად სისულელისგან გამოსული ქცევა უფროა, თუმცა ბევრს ჭეშმარიტი თავშეკავებულობა სიდებილე ჰგონია, ასევე. არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ მომთმენი და თავშეკავებული ადამიანის სუსტი და სულელი. თქვენ არ იცით რამხელა გონებრივი ძალა და რა მასშტაბის ბრძოლის გამოვლა დასჭირდა ამ მდგომარეობამდე მოსასვლელად ამ ადამიანს. და მოსვლითაც იმიტომ მოვიდა, რომ სიყვარულმა შეაძლებინა. თავშეკავებული ადამიანი გითმენს არა იმიტომ, რომ შენი ეშინია, დებილია, სუსტია, არამედ იმიტომ, რომ უყვარ ხარ და იცის, რა შედეგი მოაქვს ბოროტების შეშვებას გულში. შეიძლება ზოგიერთს გაეცინოს, რას ქვია, რა ისპატიებაო. ერთს გალანძღავენ და ამის გამო მზად არიან ადამიანი მოკლან. ასეთი ხალხი ვერ გაიგებენ რა არის დათმენა და თავშეკავებულობა. და ასეთ ადამიანს სუსტად შერაცხავენ, შიშრად. მსგავს ადამიანებს შეეშვით და მათთან კამათზე დრო არ დახარჯოთ. თმენის თვისება ადამიანს ეხმარება, რომ როგორმე მიუახლოვდეს იმ დამოკიდებულების გაჩენას ადამიანების მიმართ, როგორიც ღმერთს აქვს ჩვენს მიმართ. რამდენ რამეს გვითმენს. ამიტომ ის, ვისაც უყვარ ხარ, გპატიობს და შანსს გაძლევს დაუსრულებლად ოღონდ. ვიმეორებ, ეს ძალიან რთულად მოპოვებადი უნარია, თვისებაა, რადგან ეგო ითრევს ადამიანს, ბევრ ჩვენგანს, მათ შორის მეც. ამიტომ ძალიან რთულად მოსაპოვებელი თვისებაა. მესამე თვისება და ყველაზე აშკარა თვალშისაცემი ესაა ოპტიმისტური სინათლე. ადამიანი ხალისიანადაა, იმედს არ კარგავს, თუ რაღაც მცირე დროით დაკარგა, შეუსწრდა და მალევე აღიდგენს. მისი გაღიზიანება შეუძლებელია, არ ყვირის, უარყოფითზე კონცენტრირებას კატეგორიულად ერიდება. სულ ისეთ რამეების შემჩნევას და ხაზგასმას ცდილობს, რაც კარგი და სასიხარულო ხდება მის ცხოვრებაში. და რაღაც პრობლემებზე არ უყვარს ჩაკირკიტება. შეიძლება წუხდეს რამეზე, მაგრამ შენ არ გაგრძნობინებს, არაფრის დიდებით არ გაგრძნობინებს. თავისთვის იტოვებს რაიმე ტკივილს თუ აქვს და შენ არ მოგახვევს თავს. აქ ჩანს, რომ დაცლილია ეგოიზმისა და ნარცისიზმისგან. ნარცისები არ ერიდებიან შენს წყენინებას, ლანძღვას და ცუდ რამეებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილებას და შენს ცუდ ხასიათზე დაყენებას. ოდნავ არ ერიდებიან ასეთი ადამიანები. და ქრისტიანი ასეთი არ არის. არაფრით არ გაგრძნობინებს თავს ცუდად. მესამე თვისებაა იმედით და სიხალისით განათებული აურა, რომ როგორც არ უნდა მიდიოდეს ცხოვრება, შენ არ გაგრძნობინებს თავს ცუდად. ეცდება მაქსიმალურად ყოველ შემთხვევაში, რომ თავი ცუდად არ გაგრძნობინოს. მეოთხე თვისებაა თანაგრძნობის უნარის სისუფთავე. ესე იგი, მეგობრულობა. ის, ვისშიც სიყვარულია, არის უზომოდ თანამგრძნობი. რაც ჩემი აზრით არის სიტყვა მეგობრულის სინონიმი, თანამგრძნობი არის სიტყვა მეგობრულის სინონიმი. ასეთი ადამიანი არის მეგობრული და თანამგრძნობი, თბილი ადამიანი. ოღონდ ეს სიტყვა მხოლოდ ჩახუტება, კოცნა და
მანქანის ყიდვა არ გეგონოთ. ყველას თავისებური გამოხატვის საშუალება აქვს სიყვარულის. ზოგი გემსახურება, კერძს მოგიმზადებს, ჩაის მოგიდუღებს, სადმე გაგეგზავნება, შენს მაგივრად გააკეთებს რაიმე საქმეს, ზოგი საჩუქრებს გიყიდის, ზოგს ფიზიკური სიახლოვით, ჩახუტებით გამოხატავს სიყვარულს, ზოგი თავგანწირვით და შენს გამო რაღაცებზე უარის თქმით და კიდევ ბევრი ფორმაა თანაგრძნობის, მეგობრულობის, სიყვარულის. მზადა მოგისმინოს, ოღონდ ნამდვილი მოსმენით მოგისმინოს. ის კი არა რომ როდის დაასრულებს შენს სათქმელს, რომ ერთი სული აქვს როდის დაასრულებს შენს სათქმელს, რომ თავისი სათქმელი თქვას და არც კი გისმენს რას ეუბნები. არა, ასეთი არ არის. მეგობრული ადამიანი მართლა გისმენს, მართლა შესტკივა გული შენზე, მართლა უნდა შენი დახმარება მთელი გულით. მეხუთე თვისება ეს არის უანგარობა, გულის სისუფთავე. და რას ნიშნავს ეს უანგარობა? როცა ადამიანს უყვარხარ მართლა, ჭეშმარიტად, ის ყველა ამ ჩამოთვლილ სიკეთეს და სხვა მატერიალურ სიკეთეებს აკეთებს თავისი გულიდან. სიამოვნებს ამას რომ აკეთებს. უხარია რომ რაღაც კარგის გაკეთება შეუძლია შენთვის. უხეშად რომ თქვათ, არ იყვედრება, არ გამადლის, გამორჩენის გამო არაა აკეთილი შენს მიმართ. მე მინახავს პირადად ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ისია შეშლილი ნარცისიზმით, რომ არც კიერიდება და ასე პირდაპირ ხმამაღლა ღიად ამბობს, რომ მე ამ ადამიანს იმიტომ ვეხმარები, ამ ადამიანებს იმიტომ ვეხმარები, რომ მე თვითონაც უნდა დამეხმარონო. განა შეიძლება დამეხმარონო. აქ ჩანს ზუსტად ეს პატარა დეტალი. შეიძლება დამეხმარონო კი არა, არამედ უნდა დამეხმარონო, ანუ ვალდებულიაო და ასე და თუ ეს გაცვლა არ იქნება, არ შედგება, მაშინ რა აზრი აქვს ამ სიკეთეს რო უკეთებ ამ ადამიანსო? ამ ადამიანისგან ავიღოთ მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. როგორი არ არის სიყვარული, როგორი არ არის ქრისტიანი. ის ვისაც უყვარხარ, ის ვისაც უყვარს ადამიანები, სიკეთეს ვაჭრობის სახეობად არ თვლის. შეიძლება 10 სახლი გაჩუქოს და შენგან არაფერი მოითხოვოს. არც კი გაგრძნობინოს. ხო იციან ხოლმე, პირდაპირ არ გეუბნებიან, მაგრამ რაღაცნაირად გაგრძნობინებენ, რომ აი რაღაც სიკეთე გაგიკეთეს და შენ როგორ არ აფასებ ამას გიშდებიან. აუცილებლად გაგრძნობინებენ, მაგრამ ის ვისაც უყვარხარ, არ გაგრძნობინებს. შენ სულ რომ გალანძღო, ტალახი შეასხა, ცეცხლი წაუკიდო, მაინც არ დაგაყვედრებს. ეს თვისებაც ბევრს სიდებილედ მოეჩვენება, ამიტომ არც მათ მიაქციოთ გრამი ყურადღება ასეთ ადამიანებს. სიყვარული სამყაროს და უკვდავებას გჩუქნის და სანაცვლოდ არაფერს გთხოვს. გულისხმობ მამა ღმერთს, რომელიც უკვდავებას გჩუქნის, არარსებობიდან არსებობაში შემოუყავართ და ამის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს საერთოდ არაფერს. იტყვიან ახლა მის თაყვანისცემას, სიყვარულს და მორჩილებას ხომ ითხოვსო? ეს სამივე ღმერთს არაფერში არ სჭირდება. აქვს, თვითონაც აქვს. ეს ჩვენთვის უნდა, ისევ ჩვენ სასიკეთოდ სჭირდება ესენი. ჩვენ სასიკეთოდ სურს ეს ყველაფერი. ამიტომ როცა დაყვედრების სურვილი გაგვიჩნდება, შემოქმედი მამა გავიხსენოთ. მეექვსე თვისება არის რა თუ არა თავმდაბლობა. ის ვისშიც სიყვარული ცოცხლობს, არავისზე მეტად არ თვლის თავს, მართლა არ თვლის. როგორც არ უნდა აიძულო, მაინც მოკრძალებული რჩება შენთან დამოკიდებულებაში. ერთი წამით არ გაგრძნობინებს თავს არარავად, შეცდომად, ცუდ ადამიანად, რომც იყო მაინც არ გაგრძნობინებს. პირიქით, ცდილობს რომ თავი უფრო ღირებულად, შემჩნეულად, დაფასებულად გაგრძნობინოს. არენანება შენთვის თბილი სიტყვები, შენი ნამუშევრის შეფასება, მოკითხვა, ინტერესდება შენი საქმიანობით, ოღონდ მართლა ინტერესდება მთელი სულით და გულით, რომ თავი მარტოდ არ გაგრძნობინოს. ესეც ღმერთის თვისებაა.
სულ რომ გამომგონებელი, გენიოსი, მხატვარი, არქიტექტორი, ულამაზესი გარეგნობის იყო და როგორც ქართველები იტყვიან, სულ რომ ვარსკვლავებს ეთამაშებოდე, თავმდაბალი ადამიანი წამითაც არ გაგრძნობინებს თავს მასზე ნაკლებად. თავმდაბლობის ყველაზე დიდებული მაგალითი არის ღვთისმშობელი მარიამი. წარმოიდგინეთ, იმდენად სუფთა გულის და სულის იყო, რომ მამამ სწორედ ის აირჩია თავისი ვაჟის დედად. წარმოიდგინეთ, მთელი სამყაროების შემოქმედი ჰყავდა მუცელში, გააჩინა, გაზარდა, ამაზე უფრო დიდებული სიხარული და აღმატებულობა და დიდებულება რა არის და ამის შემდეგაც კი ღვთისმშობელი მარიამი უზომოდ თავმდაბალ ადამიანად რჩებოდა. დღესაც კი მასზე ფიქრისას გულში სითბო გვეღურება ქრისტიანებს და მამამ ყველა ანგელოზზე მაღლა დააყენა. იგი აი თავმდაბლობის დიდებულება, აი ვის უნდა მიუბაძოთ მოკრძალებულობაში და თავმდაბლობაში ღვთისმშობელ მარიამს. მეშვიდე და ყველაზე იშვიათი, ურთულესი და თვალსაჩინოზე უფრო თვალსაჩინო თვისება სიყვარულისა ეს არის თავგანწირვა, როცა ადამიანს მართლა უყვარს ადამიანი, ის მზადაა მისთვის სიცოცხლე დათმოს. ოღონდ სიცოცხლე უხარია, ბედნიერია, უნდა რომ კიდევ იცოცხლოს. არავითარი დეპრესია და სუიციდური აზრები არ აწუხებს. უხარია სიცოცხლე, არავითარი შავი აზრები არ აქვს. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ ისე უყვარხარ, რომ ოღონდ შენ კარგად იყო, ოღონდ შენ კიდევ ცოტა ხანი იცოცხლო მიწაზე, ოღონდაც რამით გაგაბედნიეროს და გაგახაროს, მზადაა შენთვის მოკვდეს. შეიძლება ეს შვიდი თვისება სიყვარულისა ზედმეტად ზღაპრულად და წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ მოინდომებს ადამიანი, შეძლებს მათ გამომუშავებას, რადგან მე მინახავს ასეთი ადამიანები. მინახავს ადამიანები ამ შვიდივე თვისებით.